პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მასშტაბით რიგით მე-7 რესტორანი მაკდონალდსი დღეს ზუგდიდში ამერიკის ელჩთან ერთად გახსნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რესტორნისთვის 5.200.000 ლარი დაიხარჯა და 5 თვეში აშენდა. აქ 70 ახალგაზრდა უკვე დასაქმებულია. ეს არის უნიკალური პროექტი, როგორც უკვე ბატონმა თემურ ჭონიამ გითხრა. ევროპაში ამ ტიპის და ასე ტექნოლოგიით გაკეთებული მაკდონალდსი არის მე-5 მთელს ევროპაში. და სწორედ მისამნებელია რომ ზუგდიდი იქნება ის ქალაქი სადაც ესეთი მაკდონალდი გაიხსნა და დღეს უკვე ფუნქციონირებს. ძალიან მიხარია რომ ეს პროექტი გახორციელდა სწორედ ზუგდიდში, რომელიც დაждდა $5 მილიონი, უნდა დამждარიყო 2.5 მილიონი, მაგრამ 5 მილიონი დაიხარჯა. ძალიან ეფექტურად დაეხმარა ადგილობრივი ხელისუფლება, გუბერნატორი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მიწის გამოყოფაში, ზოგადად მთელი რიგი ეს შეღავათები რაც გასაკეთებელი ყველაფერი დავეხმარეთ ჩვენ და მე მინდა დიდი მადლობა გადავიხადო ამერიკის ელჩს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი და კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას გვიხარია რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში. ვაცნობთ და უზიარებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს, მათ შორის არის ზუგდიდი, ახალციხე, გორი და თბილისი. ამით ჩვენ ვზეიმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქნება ახალგაზრდებისთვის. მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის კუთხითაც და ისეთ ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში, როგორც არის ზუგდიდი და სამეგრელო. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ, რაოდენ ახლოს ვართ ადმინისტრაციულ საზღვრის ზოლთან და რომ არსებობს საქართველოს მხარეები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ ეკონომიკურ განვითარებას. ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებულად განხორციელდა. პრემიერ-მინისტრს დღეს ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს ბიზნესმენმა თემურ ჭონიამ ქალაქის მიერ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 10.000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო სამშენებლო ფირმის დირექტორს ვანო გაბელია სამუშაოს უსწრაფესი და ხარისხიანი შესრულებისთვის 5.000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ვანო სოფლიოში არ ვაჭარ 5 თვეში გასამკაცმა გააკეთა და არავის არ გაუკეთეს სისტემაში როგორც ყველაზე ეფექტური. გერმანია და ამიტომ ეს კაცი ენდერში არ დიახებათ ყველაზე როგეთანდერი გამოკეთა. ბატონო ჩვენ ბონუსი თვალს 5.000 და ბავშვთა სახლებისთვის ჩვენ 10.000 როს ვაძლევთ. სპეციალურად ამ დღეს მაკდონალდსში სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლეს.